სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა ფორსირებულ რეჟიმში გრძელდება. ამ წუთებში იწყება დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმის განხილვა. დღეს განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ბოლო რამდენიმე სხდომა ამ საქმეზე არა მხოლოდ მედიის კამერებისთვის, არამედ სრულად დახურულია. იქ ბრალდებულების ახლობლებსაც კი არ უშვებენ, მას შემდეგ რაც პროკურატურის მოწმეების ფოტოები მედიაში გავრცელდა. იგივე მოსამართლე რამდენიმე საათში სინდისის კიდევ ერთი პატიმრის საქმეს განიხილავს დავით ხომერიკს, რომელსაც აფეთქების მომზადებას ედავებიან 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნუცა ბახუტაშვილი ვრცლად ამ საქმეების შესახებ დავიწყოთ ლომიძე ზასოხაშვილის სხდომით, ნუცა ხომ არ მიიღო მოსამართლემ სხდომაზე დამსწრეების შეშვების გადაწყვეტილება. დიახ, სოფო, სულ რამდენიმე წუთში გაიხსნება დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სხდომა. ამ სხდომებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი უძღვება, რომელმაც რამდენიმე სხდომის წინ დახურა სასამართლო დარბაზი დამსწრე პირებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არ ეძლეოდათ მათ შორის არც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა. ადვოკატებმა წინა სხდომაზე დააყენეს შუამდგომლობა პროცესების გახსნასთან დაკავშირებით. დღეს უცნობია ჩვენთვის რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, ვინაიდან დღეს უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმეზე. დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საინტერესოა, საშელის რა ზომას გამოუტანს სინდისის პატიმრებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, რომლის სახელსაც არაერთი სინდისის პატიმრის გასამართლება და მიღებული გადაწყვეტილებები უკვე უკავშირდება. ჯერჯერობით უცნობია, როგორც გითხარით, მოგვეცემა თუ არა სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა. სხდომები მედიისთვის ისედაც დახურული არის და უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ვეღარ ვიღებთ ჩვენ პროცესებს და სხდომის მიმდინარეობებს, თუმცა ლომიძისა და ზასოხაშვილის საქმეზე ბოლო რამდენიმე სხდომა უბრალოდ დასწრების შესაძლებლობაც კი აღარ გქონდათ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მოლოდინები არც თუ ისე პოზიტიური არის, მით უმეტეს, როდესაც საქმის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია და როგორც გითხარით, მის სახელს უკვე უკავშირდება გამამტყუნებელი განაჩენები. უცნობი არის სასჯელის ზომა, რამდენიმე წუთში დიდი ალბათობით გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო გალუსტაშვილი. ადვოკატის ცნობით, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს თემურ ზასოხაშვილი. პროცედურულად ჯერ თემურ ზასოხაშვილმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, შემდგომ მოსამართლე უნდა გავიდეს სათათბიროდ და მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის ზომასთან დაკავშირებით. უცნობი არის დღევანდელ პროცესს დაესწრება თუ არა მეორე სინდისის პატიმარი დავით ლომიძე. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შესაბამისად უჭირს გადაადგილება და სხდომებს იშვიათად ესწრებოდა, თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ რადგან ბოლო სხდომა არის, ის საბოლოო სიტყვის სათქმელად შესაძლოა დღეს დარბაზში მოვიდეს. როგორც გითხარით, ასევე უცნობი არის ჩვენთვის შევძლებთ თუ არა რამდენიმე წუთში სხდომათა დარბაზში შესვლას და დღევანდელი პროცესის მოსმენას მედიის წარმომადგენლები. სიმართლე რომ გითხრათ, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ მსგავს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც უკავშირდება აქციებს, არ მიღებულა არც ერთი გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად, არც ჩვენ გვაქვს ილუზიები, რომ რეჟიმის კონკრეტული მოსამართლეები რაიმე სასიკეთო განაჩენს გამოუტანენ ნებისმიერ ბრალდებულს, მათ შორის არც თემურ ზასოხაშვილს და არც დავით ლომიძეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სტანდარტულად, როგორც სხვა სისხლის სამართლის საქმეებში არის, აქაც მთავარი მოწმეები არიან პოლიციელები, რომლებსაც არაფერი არ ახსოვთ, არაფერი არ იციან, კითხვებზე პასუხებს ვერ გცემენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რაც გამოძიებაში ჩვენების სახით აქვთ მიცემული. რაც შეეხება ბრალდებულების მხრიდან საბოლოო სიტყვის სარგებლობას, როგორც ჩემთვის ცნობილია კი, ნამდვილად ისარგებლებენ საბოლოო სიტყვით, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, რამდენად მოახერხებს დავით ლომიძე დღევანდელ პროცესზე მოსვლას. როგორც მოისმინეთ, პროკურატურას არც დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმეში აქვს რაიმე მყარი და პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სინდისის პატიმრების ბრალეულობას, თუმცა მოლოდინი ადვოკატის არის ის, რომ ნინო გალუსტაშვილი მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება სხვა პროცესებს, დღეს არის ჩანიშნული ასევე დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა თქვა, შემდგომ კი ამ საქმეზეც მოსამართლე ნინო
გალუსტაშვილმა დიდი ალბათობით შემდგომ სხდომაზე უკვე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. დავით ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. მისგან ნივთმტკიცებად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი ამოიღეს, თუმცა სინდისის პატიმარი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და სხდომების მიმდინარეობისას მოწმეების დაკითხვისას მათ შორის საუბრობდა პოლიციის მხრიდან გადაცდომებზე და ძალის გადამეტებაზე. როგორც გითხარით, გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ერთი სხდომის შემდგომ გამოცხადდება დავით ხომერიკის საქმეზე. სინდისის პატიმრების საქმეები დასასრულს უახლოვდება. მოსამართლეები ერთმანეთის მიყოლებით ნიშნავენ სასამართლო პროცესებს და დაჩქარებულად განიხილავენ საქმეებს, რადგან გადაწყვეტილების გამოცხადება მათ 9 თვიანი წინა საპატიმრო ვადის ამოწურვამდე მოასწრონ.